გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ მიყურებთ. თუ გაინტერესებთ რა ხდება ირანში, მის გარშემო, უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, მოგიყვებით ყველა მნიშვნელოვან აქტუალურ ბოლო ამბავს, შევეხები როგორც სამხედრო შედეგებს, ასევე პოლიტიკურ განცხადებებს, გადაწყვეტილებებს, ტენდენციებს, რაც არის აქტუალური ამ დროისთვის. თუ მოგეწონებათ ვიდეო დაალაიქეთ, თუ არ ხართ არხის გამომწერები, შემოუერთდით აუდიტორიას და გამოიწერეთ. დავიწყოთ მოკლედ, დღეს არის 31 მარტი, რაც ნიშნავს, რომ თვეზე მეტი გავიდა შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან. და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უწყვეტ იერიშებს 24/7-ზე პოლიტიკურ თუ სამხედრო სამიზნეებზე მთელ ირანის ტერიტორიაზე. ბოლო ოფიციალური სტატისტიკა CENTCOM-მა, შტატების ცენტრალურმა სარდლობამ წარმოადგინა 28 მარტს ზუსტად 1 თვის თავზე და ამ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მათ დაარტყეს 11,000-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს. დაახლოებით იგივე სტატისტიკა აქვს თავის მხრივ ისრაელსაც, თუმცა ტემპი არც ბოლო დღეებში არ დაცემულა, ასე ვთქვათ, გრძელდება იერიშები, მათ შორის ამ ვიდეოში ბოლო იერიშების ამსახველ ვიდეო მასალებსაც გაჩვენებთ სულ ცოტა ხანში. ხო, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაზრდილი არის ამ დროისთვის. რასაც ხედავთ მთელი ამ დროის განმავლობაში, ეს არის ავიაიერიშები, დაბომბვა, თუმცა ჩვენ არ გვინახავს ჯერჯერობით ჯარები ხმელეთზე. ახლა მთავარი საკითხი არის, დაიწყებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ოპერაციას, მთელი ინტრიგა ამ თემის გარშემოა და უამრავი კითხვის ნიშანი. ერთი რამ ცხადია, რომ თუ შევხედავთ მობილიზების მასშტაბს და ტემპებს ოპერაციის ზონაში დამატებით სამხედრო რესურსების და სახმელეთო ძალების გადასროლის თვალსაზრისით, ცხადია, რომ თითქმის გარდაუვალი ჩანს გარკვეული ტიპის სახმელეთო ოპერაციის დაწყება და განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, ამ ვარიანტებზე ვისაუბრებ სულ მალე. ახლა რასაც ხედავთ ეკრანზე, ეს არის ცენტრალური სარდლობის ოფიციალური გვერდი და აქ ამ ბოლო ცნობაში, რომელიც 6 საათის წინ არის განთავსებული, ნათქვამია, რომ ოპერაციის ზონაში, ინდოეთის ოკეანეში უკვე შევიდა USS ტრიპოლი, რომელზეც განთავსებული არის საექსპედიციო ძალები, სპეციალური ამფიბიური ხომალდები, იმისთვის რომ მოხდეს დესანტის ხმელეთზე გადასხმა და ოფიციალურ გვერდზე ამგვარი პოსტის განთავსებაც უკვე მიანიშნებს, რომ გარკვეულწილად ახლოვდება ამ მანევრების დაწყება, თუმცა ეს ინფორმაცია ბევრ დეტალს არ შეიცავს. ამის მიუხედავად, უამრავი მედია საშუალება ავრცელებს ცნობებს, თუ რა შეიძლება ვნახოთ ახლო მომავალში. მაგალითად, CBS News-ი, New York Times-ი, Al Jazeera და სხვები წერენ სამ შესაძლო ვარიანტზე. ეს არის კუნძული ხარგის დაკავება და იზოლაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო საზღვაო ძალების მხრიდან, რაც გულისხმობს ირანის რეჟიმისთვის მთავარი შემოსავლის წყაროს ბლოკირებას ფაქტობრივად, იმიტომ რომ ეს არის კუნძული, რომლიდანაც ხდება ირანის ნავთობ და ენერგორესურსების ექსპორტის 90% და ეს მათთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, თუმცა ეს ოპერაცია ბევრჯერ ითქვა, მათ შორის მე ჩემ წინა ვიდეოებშიც მიხსენებია, რომ მოიცავს გარკვეულ რისკებს. ხარგის კუნძულიდან ირანის უახლოეს სანაპირომდე მანძილი არის დაახლოებით 30 კილომეტრი, რაც ბევრი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით უკვე ბევრს ამბობს რისკებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმი დასუსტებულია, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა, მეთაურობის რგოლები თუ ასე შემდეგ დიდწილად განადგურებულია, მაინც ცხადია, მათ აქვთ გარკვეული რესურსები იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს და ცოცხალი ძალის განთავსებაზე, მით უმეტეს თუ ხანგრძლივი ვადით განთავსებაზე არის საუბარი იქ და ოპერაციის დაწყებაზე, ეს დიდ რისკებთან ცალსახად არის დაკავშირებული, მით უმეტეს გარდა კუნძულს მიღმა ტერიტორიებიდან სავარაუდო თავდასხმებისა, უშუალოდ ხარგის კუნძულზეც არის განთავსებული ირანის გარკვეული სამხედრო რესურსები, მათ იქ განთავსებული ყავთ ასევე ნაჩვენები იყო კადრები დრონების ოპერატორები, უგებენ ხეებს, ასე ვთქვათ, ამის დემონსტრირება მათ მოახდინეს, მათ შორის ირანის სახელმწიფო მედიითაც, რომ მზად არიან დახვდნენ მოწინააღმდეგეს შეჭრის შემთხვევაში. მოკლედ რისკები არსებობს, თუმცა ისაც უნდა ითქვას, რომ ამ რისკების შესახებ ყველაზე კომპეტენტური ანალიზი ალბათ მაინც ისევ პენტაგონს შეუძლია და ცენტრალურ სარდლობას, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ამ ოპერაციების ჩატარებაზე, თუ საბოლოოდ განხორციელდა. გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე, როგორც ხედავთ, ეს დასათაურებულია შემდეგნაირად: ჰორმუზის სრუტის გამბლოკვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უსაფრთხოების პირველ რიგში კომერციული გემების და ამ საზღვაო მარშრუტის ცხადია, რომელიც
ფაქტობრივად დაბლოკილი აქვს ამ დროისთვის ირანის რეჟიმს და ეს არის მათ ხელში ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ახლა და გადარჩენის საშუალება, სწორედ აი ამ თემით манипуლირებენ ისინი, რომ საფრთხეს შეუქმნიან მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკას, იმიტომ რომ ენერგორესურსების ექსპორტის დაახლოებით მსოფლიო ბაზრის 20% სწორედ ჰორმუზის სრუტეზე მოდის. ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ ამ სრუტის უსაფრთხოება. დამატებით ამ თემაზე იმის თქმა შეიძლება, რომ საუბარი იყო რამდენიმე კუნძულის დაკავებაზე ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. ეს ვერსია განიხილება, ანუ რომ განვასხვაოთ, ეს არ არის ხარგის კუნძული, ეს არის კიდევ სხვა კუნძულები, რომელიც ახლოს მდებარეობს ჰორმუზის სრუტესთან და აქაც საინტერესო სცენარი არის. რა თქმა უნდა, ეს სცენარიც შეიცავს რისკებს, თუმცა განმარტებული იყო შემდეგნაირად, რომ ხარგის კუნძულთან შედარებით უფრო ნაკლებია რისკები აი ამ ჰორმუზის სრუტესთან ახლოს განლაგებული კუნძულების მიმართებით. მათ შორის იმის გათვალისწინებითაც, რომ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიც შეძლებენ აი ამ არეალში უფრო ეფექტურ მოქმედებას და იგივე გარკვეული რისკების გადაზღვევას შეერთებული შტატების ოპერაციის პარალელურად, მათ შორის გარკვეული სარაკეტო იერიშების მოგერიებაში დახმარებასაც კი. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც გულისხმობს სახმელეთო სამხედრო ოპერაციის ჩატარებას იმ მიზნით, რომ ირანის ტერიტორიიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიტანოს გამდიდრებული ურანი, დაახლოებით 480 თუ 490 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი, რომელიც როგორც ჩანს დასტურდება, რომ მიუხედავად წინა ჯერზე გასულ ზაფხულს ჩატარებული ოპერაციისა და ამ დრომდე განხორციელებული უკვე ამ ოპერაციის ფარგლებში განხორციელებული დარტყმებისა, როგორც ჩანს, კვლავ ინახება ირანის ტერიტორიაზე და ის არ განადგურებულა და ახლა მისი კონტროლი ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ამ სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და headline-ი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული შეიარაღება, მათ არ უნდა კონდეთ გამდიდრებული ურანი, გასაგებია, რომ ისინი ურტყამენ ობიექტებს, ისინი ანადგურებენ მათ შორის მეცნიერებს, რომლებიც ამ პროგრამებზე მუშაობდნენ და ინფრასტრუქტურას, თუმცა ეს საკითხი, რომელიც უკვე გამდიდრებულ ურანს ეხება, ჯერ კიდევ ჰაერში რჩება. შესაბამისად, ის გადასაწყვეტია, სწორედ ამიტომ განიხილება. სხვა შორის ამაზე თავიდანვე იყო ესეთი ვერსიებად საუბარი, რომ შესაძლოა ჩატარდეს შეზღუდული, თუმცა სპეციფიური სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ ამ ურანის გამოტანა მოხდეს. თუმცა ეს ცხადია დაკავშირებული არის მთელ რიგ სირთულეებთან, საუბარი არის იმაზე, რომ ეს გამდიდრებული ურანი, მისი ელემენტები განთავსებული არის სპეციალურ კონტეინერებში, დაახლოებით 30-დან 40 ერთეულზე არის საუბარი, რომელსაც ჭირდება ტრანსპორტირების შესაბამისი პირობები, შესაბამისად ეს მოითხოვს ლოჯისტიკის გამართვას, ტრანსპორტირებას, შესაბამისი ტექნიკის ოპერაციის ზონაში შეყვანას და გარდა ამისა, ცოცხალი ძალის გადასხმას იმისთვის, რომ ამ ოპერაციის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური ოპერაცია, ვერსიის დონეზე მინიმუმ რაც განიხილება. ამაზე საუბრობენ თავად ამერიკელი სამხედრო ექსპერტები და გენერლები მათ შორის, რომლებიც აძლევენ ინტერვიუებს მედიას და ხაზს უსვამენ ამ ოპერაციის კომპლექსურებას და სირთულეს. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი ოპერაციები, რაც ეხებოდა ბირთვული ტვირთის გადატანას ჩაუტარებია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუმცა ეს არასდროს მომხდარა რეალური საბრძოლო მოქმედებების პირობებში და ეს ძალიან ართულებს ამ საკითხს. მოკლედ, თუ ამგვარი გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული ამ ეტაპზე, ეს ალსახაა, რომ ძალიან დიდი რისკების შემცველი იქნება. სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით თავად ამერიკაში ისმის ბევრი კრიტიკა. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არ ეთანხმება იმას, რომ ამერიკამ რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი სამხედროების სიცოცხლე და ამგვარი რისკიანი ოპერაციები ჩაატაროს. თუმცა ვნახოთ, საბოლოო გადაწყვეტილება მისაღები არის ტრამპის მხრიდან და ამჟამინდელი სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან.
რთულია ეჭვი შეიტანო მათ შესაძლებლობებში, თუმცა რთულია უგულვებელყო ის რისკები, რომელიც ამგვარი ოპერაციის ჩატარებას ახლავს თანაც ირანში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დარტყმების ქვეშ არის, მაინც ინარჩუნებს გარკვეულ სამხედრო შესაძლებლობებს. გავაგრძელოთ, შემდეგ გვაქვს ჩვენ აქ უკვე Washington Post-ის ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა პენტაგონის წყაროს თავის მხრივ და ამ ნიუსში საინტერესო ის არის, რომ საუბარია ვადებზე. პენტაგონის წყარო Washington Post-ს ეუბნება, რომ სახმელეთო სამხედრო ოპერაციისთვის შესაძლოა განიხილებოდეს დაახლოებით 2 თვიანი პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ოპერაცია არ დასრულდება 1 ან 2 კვირაში, ისე როგორც ამას ტრამპი ანონსებდა და უფრო გახანგრძლივდება მისი ვადა საბოლოო მიზნების მიღწევამდე. შემდეგ გადავიდეთ სხვა თემაზე, შტატების მხრიდან, აი ამ ძალის ხმევის პარალელურად ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნაბიჯებს ირანის რეჟიმის მხრიდანაც, საპასუხო ნაბიჯებს, რაც ეხება მათი ძალების შევსებას. თქვენ ახლა ხედავთ კადრს, რომელიც გადაღებული არის 28 მარტს ერაყის ტერიტორიაზე და ნაჩვენები არის საკმაოდ დიდი კოლონა ერაყიდან ირანის ტერიტორიაზე მიმავალი. მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და გაჩვენებთ შესაბამის კადრებსაც ამ ნიუსის შემდეგ. მოკლედ, აქ საუბარია იმაზე, რომ ირანი იყენებს თავის პროქსებს ამ შემთხვევაში მათ მიერ მხარდაჭერილ ირანულ სამხედრო ძალებს. იმისთვის, რომ საკუთარი რესურსები შეივსოს, ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც აი ამ ამბის მიმოხილვის დროს წავიკითხე, საუბარია იმაზე, რომ ამ ერაყელ სამხედროებს ისინი გამოიყენებენ ხალხის დასაშინებლად. სხვათა შორის ეს პირველად არ ხდება იანვრის თვეში, მაშინ როდესაც მოხდა პროტესტის მასობრივი ჩახშობა, მაშინაც სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილი ძალები შეუერთეს, ასე ვთქვათ, IRGC-ის რესურსებს, ბასიჯის კორპუსს და ასე შემდეგ და ბევრი ირანელი აქტივისტი საუბრობდა იმაზე, რომ მხოლოდ ირანელები არ ესროდნენ საკუთარ ხალხს და ამ პროცესში ჩართულები იყვნენ აი ეს პროქსებიც, რომელიც ახლად შეყავთ ტერიტორიაზე და ამ ვერსიის მიხედვით ამ შევსების მთელი ამოცანა ის არის, რომ ხალხს აღარ გაუჩნდეს ქუჩაში ხელმეორედ გამოსვლის სურვილი. მათ სურთ, რომ დათესონ შიში იმისთვის, რომ არ მიიღონ ახალი რევოლუციის მცდელობა, რაც მათი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი არის, იმიტომ რომ ესაც ერთგვარად დაანონსებული არის, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმშია პროტესტში ჩართული საზოგადოება, ვისაც სურს ამ რეჟიმის ცვლილება და ელოდება სიგნალს ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ისრაელისგან, ასევე ოპოზიციისგან, რეზა ფეჰლევისგან, შაჰის მემკვიდრისგან და მათ უთხრეს არაერთხელ, რომ იყავით სახლში, დაელოდეთ თქვენს დროს და როდესაც დასრულდება სამხედრო დარტყმები, თქვენ მოგეცემათ უკვე იმის შესაძლებლობა, ჩვენ შევქმნით შესაბამის პირობებს იმისთვის, რომ თქვენ ხელში აიღოთ ქვეყნის ბედი და გამოხვიდეთ ქუჩაში რეჟიმის საბოლოოდ დასამხობად. აი ამის პრევენციას ემსახურება სწორედ დამატებით ძალების გადასროლა, მათ შორის ერაყიდან ირანის ტერიტორიაზე. აქ კი თქვენ ხედავთ უკვე ირანის ტერიტორიაზე გადაღებულ მასალას, ეს არის ხუზესტანის პროვინცია, აბადანი, ასეთი ქალაქი, სადაც ირანის რეჟიმმა თავისი მხარდამჭერების მობილიზება მოახდინა ამ კოლონის შესახვედრად, მათ დიდი ესეთი გულთბილი დახვედრა მოუწყვეს, როგორც ჩანს დროშების ქნევით. კონტრასტული სურათი გვაქვს ცალსახად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი რეჟიმის მოწინააღმდეგეა, ისინი მაინც ინარჩუნებენ გარკვეულ მხარდაჭერას. ზოგი შესაძლოა ამას აკეთებს შიშის ფონზე, ზოგი შესაძლოა აკეთებს ამას სარგებლის გათვალისწინებით და ასე შემდეგ. შემდეგ რა გვაქვს ჩვენ ვისაუბრეთ მისიაზე, რომ მათ შორის ეს ერაყელი მებრძოლები დაიკავებენ IRGC-ის მხარდამხარ ქუჩებს. თუმცა ამას ისეთ ამამად ვეღარ გააკეთებენ, როგორც აკეთებდნენ მაგალითად იანვრის თვეში. ახლა მათთვის არსებობს გარკვეული საფრთხეები ციდან. ისრაელის ავიაცია უკვე ბომბავს IRGC-ის პუნქტებს, გამშვებ პუნქტებს, მათ თავშეყრის ადგილებს, მათ შორის დრონების გამოყენებით, ამიტომ მათ უკვე აირჩიეს ახალი ტაქტიკა, ასეთ ჩეკპოინტებს აწყობენ ხიდების ქვეშ, როგორც აი ამ კადრებში არის მაგალითად ნაჩვენები, ასევე გვირაბების ქვეშ და ჰამასის სტილში შეკრებებს, თათბირებს
აწყობენ მაგალითად სკოლებში, მეჩეთებში და დროებითი ბაზები სწორედ სამოქალაქო ობიექტებში აქვთ გადატანილი, ასე ვთქვათ. ჩემს წინა ვიდეოში ვისაუბრე IRGC-ის ბოლოდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ისინი თავის რიგებში არსებული დანაკლისის ფონზე ეძახიან მოხალისეებს, რომლებიც არიან არასრულწლოვნები, პირდაპირ გაგებით ბავშვებს აძლევენ იარაღს იმისთვის, რომ ჩადგნენ მათი სიტყვებით რომ თქვათ სამშობლოს სამსახურში და აქ უკვე გამოჩნდა პირველი კადრები, სადაც არასრულწლოვანი მიმართავს მუქარის შემცველ განცხადებას კითხულობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმართ. آمریکای جنایتکار و رژیم صهیونیستی بدانند شاههای نفت ایران هرگز بروشون باز نخواهد شد. فقط و فقط شاههای فاضلاب ایران برویشان گشوده خواهد شد. آن هم نه برای بردن، فقط و فقط برای خوردن. هر بلا خانم მარაზმია სხვა რამე შეიძლება რთულია რომ უწოდოთ ამ ამბავს, რასაც ახლა უყურებთ, რაც შეეხება ამოცანას, მე ამაზე წინა ვიდეოშიც ვსაუბრობდი, ირანის რეჟიმი ამ ხერხს მიმართავს ერთადერთი მიზნით, რომ ცოცხალ ფარად გამოიყენოს ეს ბავშვები და შემდეგ თუ ისრაელი ან ამერიკის შეერთებული შტატები მიიტანს იერიშს იმ წერტილებში, სადაც ამ ბავშვებით დაკომპლექტებული დანაყოფი იქნება, ან checkpoints-ზე, ან ასე შემდეგ, იტყვიან რომ აი მოწინააღმდეგე ისეთი სასტიკია, რომ ხოცავს ბავშვებს, ეს არის მათი ამოცანა, სხვანაირად ვერ აიხსნება ეს ამბავი, ისევ როგორც ბავშვების გარდა ისინი იყენებენ ქალებსაც, წინა ვიდეოებშიც გაჩვენებდით მე მსვლელობებს, სადაც ჩანდნენ კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული ჩადრებით და ჰიჯაბებით შემოსილი ქალები, პიკაპებზე ამხედრებული. მოკლედ რეჟიმი ყველანაირად ცდილობს რომ არ შეიმჩნიოს პრობლემები და აჩვენოს ძალა მინიმუმში დამოხმარებისთვის თავისი ტელეარხების საშუალებით, რომ მათ ძლიერი მხარდაჭერა აქვთ, რომ ხალხი ქუჩაშია მათ საქომაგოდ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ასეთი შეკრება აქ არის წარმოდგენილი, აქ საინტერესოა ამ კადრებში ის, რომ ამ დროს ერთ-ერთ ენერგოობიექტზე მოხდა დარტყმა და დენი გათიშული არის ქალაქის ქუჩებში, თუმცა ტელეფონების ფანრებით გამოიყვანეს ხალხი და ესაც ეს არის, რომ ავიაირიშების ფონზე ხალხების შეკრება მოედანზე, სხვა არაფერია თუ არა მათი რისკის ქვეშ დაყენება, მათი ცოცხალფარად გამოყენების მცდელობა და მასობრივი მსხვერპლის გამოწვევის მცდელობა, თუმცა ძალიან ჭკვიანურად ბომბავს ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ გარშემო ობიექტებს ურტყამენ, მაშინ როდესაც სწორედ ასეთი შეკრებები იმართება. შემდეგი მასალა გვაქვს ასევე აი ამ პროპაგანდისტული და ნაწილობრივ ხალხის დაშინებაზე მიმართული მორიგი აქტის შესახებ. აქ თქვენ შეამჩნევთ, რომ პიკაპზე დამონტაჟებული არის ხმის გამაძლიერებლები, თან ერთდროულად რამდენიმე და ამ აღწერაში, ამ ვიდეოს აღწერაში ვკითხულობდი, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხზე მოახდინონ ეფექტი, შესაძლოა ეს არ არის დიდი კოლონა, სულ რამდენიმე ათეული მანქანა არის მასში ჩართული, თუმცა აი ხმის გამაძლიერებლებით ბევრის ყურამდე უნდა მიიტანონ მათ, რომ შეიქმნას განცდა, რომ აი მთელი ქუჩების კონტროლი ხდება რეჟიმის მხრიდან და არავინ კიდევ ერთხელ მეორებ არ გაბედოს, შემთხვევით არ გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ ქუჩაში გამოვიდეს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ თავად ირანელ ხალხს უკვე აქვს გამოცდილება, ისინიც ხვდებიან ვინ რას რატომ აკეთებს და არსად არ წასულა მათი პროტესტი. მე ძალიან მაინტერესებს, რამდენად მოახერხებენ ისინი, რომ შეძლონ მობილიზება, რამდენად სწორად მოხდება ამ მომენტის შერჩევა, როდესაც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და ღიად ვიტყვი, რომ ძალიან გულშემატკივრობ თავისუფალ ხალხს ირანში, ვინც ძალიან ბევრი მსხვერპლი უკვე გაიღო იმისთვის, რომ ქვეყანა იხსნას აი ამ რეჟიმისგან და იმედი მაქვს, რომ აწინააღმდეგ ვეღარ შეძლებს რეჟიმი ისეთ სისასტიკეს, როგორიც შეძლო თუნდაც იანვრის თვეში, ბოლო ცნობებით 30-დან 40,000-მდე
მშვიდობიანი ირანის მოქალაქე არის მოკლული აი იმ ცნობილი პროცესების დროს. გავაგრძელოთ მოკლედ საუბრობთ ჩვენ პროპაგანდაზე, მასების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე ირანის მხრიდან და ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ირანის ტელევიზიები გადასცემენ ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ breaking news იმის შესახებ, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაატყვევა ამერიკელი საზღვაო ქვეითები და შემდეგ არის ეს მთელი ეს დამონტაჟებული მასალა, სადაც ჩანს საზღვაო ქვეითების გადმოსხმა. წამყვანები თუ სპიკერები აცხადებენ, რომ ისინი ჩამოვიდნენ მათ მიწაზე და შემდეგ უკვე ძლევამოსილმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მათი დიდი ნაწილი გაანადგურა, ხოლო ნაწილი ჩაიგდო ტყვეებს. შემდეგ უკვე არის აი ესეთი სასწაული კადრები, სადაც ჩანს, რომ მუხლებზე დამხობილი ამერიკელი სამხედროები ყავთ აი აქ გამომძიებლებს, ასე ვთქვათ, მათი კონტროლის ქვეშ და უკითხავენ ბრალდებას. And based on what has been circulated, one of the officers who participated in the landing operation gave preliminary confessions regarding the mission's nature. ჩვენებები უკვე შემდეგ როგორ თითქოს ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებსაც სახე აქვთ დაფარული, მისცეს ჩვენება ირანელ გამომძიებლებს, ნუ რა ვიცი. ბოლივუდი მიგვიქარავს ისეთი სპეციფექტებით დადგეს ახლა ეს შოუ, ფაქტია. აი აქ არის ძალიან სასაცილო ამბავი, რომ ეს სახე ხო აქ დაფარული და თან ქალის ხმა რო ადევს, ანუ ორიგინალი ხმა თავისთავად საიდან იქნება, ვერ იქნება, ხო, ანუ მსგავსი რამ არ მომხდარა, ცხადია. საერთოდ არავინ არ გადასხმულა ჯერ და ვინ უნდა დაეჭირათ, ნუ თუნდაც აქედან რომ ამოვიდეთ. ხო, ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამას გადავახტები. ესე სიცრუეში ცდილობენ აცხოვრონ ირანელი ხალხი, თითქოს ისინი ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ რეალობა არის აბსოლუტურად სხვანაირი. აი ეს მაგალითად არის ერთ-ერთი ირანელი სამხედრო, რომელიც აბსოლუტურად სხვა რამეს საუბრობს. ეს არის ვიდეო მიმართვა, სადაც ის ყვება, რომ ბაზაზე არავინ არის, რომ მეთაურობა გაქცეულია, რომ დიდი ხანია მორღვეულია სისტემა და არ არსებობს მითითებების ან ბრძანებების გამცემი ხალხი. და ეს სამხედრო მოუწოდებს ირანის რეჟიმს სასწრაფოდ დანებებისკენ, ამაში ხედავს ის მხოლოდ გამოსავალს. ინგლისური ტიტრებია და ანუ ის შინაარსია, რაც მე მოგახსენეთ. منتظر باشی منتظر چی باشی اینجا پدرمون رو در بود قلبم انقدر تپش داره حس میکنم دارم سکته میکنم بهتره هر زودتر تسلیم بشی قبل از اینکه اونی که داریم هم از دست بدیم ما دیگه برای ادامه جنگ Ну, რა თქმა უნდა, არსებობს იმის საფუძველი, რომ ამ ვიდეოს ავთენტურობაში შევიტანოთ ეჭვი, ვთქვათ, რომ ისაც დადგმული სცენა არის და ამ შემთხვევაში სხვა პროპაგანდისტულ ხაზს ემსახურება ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა აქ ერთი დეტალია, რომ არაერთმა წყარომ გაავრცელა ეს ვიდეო, სადაც აღწერაში ნათქვამი იყო, რომ ლოკაციის განსაზღვრა მოხდა ამ კადრების მიხედვით და დადგინდა, რომ ეს რეალურად არის ერთ-ერთი სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორია და ეს სახელდება ერთ-ერთ არგუმენტად, რომ მართლაც შესაძლოა ეს იყოს რეალური ადამიანი ჯარისკაცი ირანელი, რომელიც საუბრობს პრობლემებზე და ნუ მეორეა, რომ ლოგიკაც არის გარკვეულწილად. მთავარი პასუხისმგებლობა აღებული აქვს ახლა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, არმია ნაკლებად არის პროცესებში ჩართული, მათ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გრძელდება, სამეთაურო შრეები ნადგურდება, ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ იყოს დემორალიზებული გარკვეული ჯგუფები არმიაში და მათ ჰქონდეთ უფრო ესეთი საპროტესტო პოზიციაც მათ შორის ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო პოზიციას და ნუ მოკლედ ასეთი მსჯელობა მიდის მოკლედ, რომ არის გარკვეულწილად პროტესტის პოტენციალი არმიის რიგებში. ბევრი აკეთებს ასეთ გათვლას, რომ სწორედ არმიამ შესაძლოა იქონიოს გარდამტეხი როლი, თუ მათთან იქნება კომუნიკაცია და დიდი ალბათობით არის კიდევაც კომუნიკაცია ბევრი ვერსიით ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის სხვადასხვა წყაროების მხრიდან, რომ გარდამავალ პერიოდში მათ
იტვირთონ გარკვეული პასუხისმგებლობა და ხელში აიღონ გარკვეული პროცესები, როდესაც მოხდება რეჟიმის დამხობა აი ამ გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ჩამოყალიბდება გარკვეული პოლიტიკური სტრუქტურა შემდგომი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. გავაგრძელოთ საუბრობთ დარტყმებზე და ბოლო საათების განმავლობაში გავრცელებული რამდენიმე ვიდეო მასალაც ვნახოთ, რომელიც ეფექტურ ავიადარტყმებს ასახავს. ეს არის მაგალითად Iran International-ის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ძალიან ეფექტური ესეთი აფეთქება ჩანს დიდი სოკოს ფორმის და საუბარია იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ერთ-ერთ იარაღის საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს. ხო, საკმაოდ შთამბეჭდავი კადრია ცალსახად. შემდეგი მასალა. ეს არის ისპაჰანის ტერიტორია, სადაც ასევე შეიარაღების განთავსების ადგილის დაბომბვაზე საუბარი და აქაც ჩანს ძალიან დიდი აფეთქებების კადრები. აქ ხმა არ გვაქვს. აქ საგულისხმოა, რომ პირველი დარტყმის შემდეგ, როდესაც საუბარია სამხედრო შეიარაღების საწყობზე, ხდება შემდგომი დეტონაცია საბრძოლო მასალის და იწვევს ესეთ მასშტაბურ აფეთქებებს. ხან ასეთი დარტყმის შემდეგ ესეთი აფეთქებები საათობით გრძელდება, როდესაც ხდება ეტაპობრივად საბრძოლო მასალის განადგურება. შემდეგი კადრიც ისპაჰანის ტერიტორია და ერთ-ერთ საავიაციო ბაზის დაბომბვას ასახავს, როგორც ამ ვიდეოს აღწერაში არის საუბარი. ხედავთ, რომ აქ ორ სხვადასხვა მხარეს თავიდან სხვა მიმართულებით არის კამერა მიტრიალებული და აქ ხდება დიდი აფეთქებები და შემდეგ უკვე მარცხნივ ტრიალდება და მორიგი აფეთქებების ტალღა არის უკვე სხვა მიმართულებით და აქაც ძალიან მძლავრი მანძილი შორია საკმაოდ და ხედავთ რამხელა ნათება და ტალღა არის აფეთქების. გავაგრძელოთ. ეს უკვე არის თეირანი, 2 დღის წინანდელი მასალა და აქაც საუბარი არის საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებაზე, ასევე ეგრეთ წოდებული საპოხი მასალების საწყობის აფეთქებაზე შეიარაღებისთვის, სამხედრო დანიშნულებისთვის განკუთვნილი მასალების შესახებ არის საუბარი, სწორედ ამას უკავშირდება ეს საკმაოდ ისეთი ინტენსიური კვამლი და დიდი ხანძარი ნავთობპროდუქტების წვა ხდება ამ მომენტში. თეირანის ტერიტორია ამ შემთხვევაში ნაჩვენები შეგახსენებთ. აქ რა გვაქვს? ეს უკვე საინტერესო ამბავი არის ირანის ტერიტორიის მიღმა ხდება ლიბანში, როგორც იცით, ისრაელი ახორციელებს პარალელურად სახმელეთო ოპერაციას, ისინი ქმნიან ერთგვარ ბუფერულ ზონას იმისთვის, რომ შეამცირონ ჰეზბოლადან მომდინარე საფრთხეები, საბოლოო მათი ამოცანა არის ჰეზბოლას სრულად განეიტრალება. ამ შემთხვევაში ნაჩვენები არის ერთ-ერთი ავიადარტყმის შედეგი, საკმაოდ ესეთი ეფექტური კადრები და დარტყმიდან მალევე ალბათ რამდენიმე წუთში გადაღებული კადრები არის თუ იმშელებთ ამ გამოსახულებით. მოკლედ ისრაელი პარალელურად მეორე ფრონტზე, ასე ვთქვათ, ანადგურებს ჰეზბოლას შესაძლებლობებს. დაუბრუნდეთ ირანში, ისრაელის საჰაერო იერიში, მიწისქვეშა საცავზე ბალისტიკური რაკეტების და სხვა ტიპის შეიარაღების. ესეთი შედეგით დასრულდა ეს ავიადარტყმა, ხედავთ ამ შემთხვევაში საბრძოლო მასალის დეტონაციის კადრებს. როგორც თავში ვახსენე, ტემპი არ დაცემულა შეტევების და ყოველდღიურად 24/7-ზე დღისით და ღამით იბომბება ირანის სხვადასხვა ზონები, ამ შემთხვევაში შირაზი არის ნაჩვენები ამ კადრებში და აქაც მორიგი დარტყმების სერია.
დასახლებულ ზონაში, ასევე მთიან ზონაში, სადაც განთავსებული არის მიწისქვეშა ობიექტები. როგორც ჩანს, ჩამონათვალი ჯერ კიდევ გრძელია სამხედრო სამიზნეების, როგორც ისრაელისთვის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის. ისინი მეთოდურად მიყვებიან ამ წინასწარ შედგენილ გეგმას და სამხედრო ობიექტებს ანადგურებენ. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ეს არ არის ერთჯერადი დარტყმები, ხშირად ხედავთ ერთი და იგივე ობიექტებზე მიტანილ განმეორებით იერიშებს. იმისთვის, რომ თავდაპირველად მიყენებული ზიანი როგორც ჩანს არ არის საკმარისი და უნდა მოხდეს ასე ვთქვათ საკონტროლო დარტყმების განხორციელება. ასეთი არაერთი შემთხვევა ნახეთ. აქაც ერთ-ერთი ბოლო ვიდეო მასალა არის ნაჩვენები, სადაც ისმის ავიაციის ხმაც და ჩანს უკვე შემდგომ უშუალოდ დარტყმის მომენტი. მანამდე უკვე დარტყმა განხორციელებულია და აი აქ შემდეგ უკვე განმეორებით ხდება აფეთქება, როგორც ხედავთ. სულაიმანი, ასეთი დასახლება არის, რომ დავაზუსტოთ. აი ამ აღწერაში სწორედ ასე წერია. შემდეგ. ხო, აქ პატარა სტატისტიკა გვაქვს ისრაელის საჰაერო ძალების მხრიდან 1100-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. როგორც თეირანში, ასევე მის მიღმა. ეს კი აჩვენებს თეირანში განხორციელებულ დარტყმას. შევჯახეთ აფეთქებას. აფეთქებებს პრინციპში. შეტევის ტალღა არის აშკარად. ხო, როგორც თქვი, ძალიან დიდ რესურსს კი ხარჯავენ იმაში, რომ პროპაგანდამ იგუგუნოს, მაგრამ ერთია რომ ტელევიზორში განსხვავებულ სურათს ხედავ და მეორეა რომ ფანჯრიდან გამოიხედავ და ასეთ სცენას ხედავ შენივე ქალაქში, ხო? ანუ აი ამ დარტყმების ფონზე რთული სათქმელია, რამდენად მოქმედებს პროპაგანდა ხალხზე. ეს არის უკვე დღისით გადაღებული, გუშინ გადაღებული კადრები არის, სადაც თეირანის ტერიტორიაზე ნაჩვენები არის ღამის განმავლობაში 30 მარტის ღამის განმავლობაში განხორციელებული იერიშის შედეგები. აქ ეს ადამიანი, რომელიც იღებს ვიდეო მასალას, ამბობს, რომ აქ იყო განთავსებული სამხედრო ობიექტი, მათ შორის აწარმოებდნენ სამხედრო დრონების, კამიკაძე დრონების გარკვეულ ელემენტებს და ეს საწარმო ახლა ამ დროისთვის არის სრულად განადგურებული. შემდეგ გავაგრძელოთ, წავიდეთ წინ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული საინტერესო გრაფიკული გამოსახულება და ზედ დატანილი ინფორმაცია, რომ IRGC იყენებდა იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტის ტერიტორიას საკუთარი სამხედრო ობიექტებისთვის, კერძოდ აქ განთავსებული იყო ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და ასევე საწარმო ქსელი იყო, საწარმო ობიექტი იყო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ესეთი სისტემა ჰქონდათ მათ აწყობილი, როგორც ჩანს, საგანმანათლებლო სივრცის სტატუსის ქვეშ, კომპლექსის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა, რომელიც ემსახურებოდა სამხედრო მიზნებს, როგორც წარმოებას, ასევე მათ განთავსებას და გამოყენებას, მათ შორის აი ბალისტიკური რაკეტებისთვის, თუ ფრთოსანი რაკეტებისთვის განკუთვნილი ასეთი გვირაბებიც არის ამ გრაფიკულ გამოსახულებაში ნაჩვენები. ისრაელის საჰაერო ძალების შესრულებული სამუშაოს მორიგი ამსახველი მასალა, ამ შემთხვევაში ჩანს მათ მიერ განხორციელებული დარტყმები თლიანი ირანის ტერიტორიაზე და ამ სამიზნეების ჩამონათვალში არის როგორც სამეთაურო პუნქტები, მათ შორის ბასიჯთა კორპუსის, ასევე სხვადასხვა სამხედრო ინფრასტრუქტურა. შემდეგ ხო, ეს საინტერესო ნიუსია, რადგან ისრაელზე ვსაუბრობთ, აქვე შეგვიძლია ვთქვათ ეს ამბავი. მოკლედ ისრაელის მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკეთებს ეგეთ შეთავაზებას, რომ თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან ახლო აღმოსავლეთში, სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული სამხედრო ბაზები, მათ შეუძლიათ რომ გადაიტანონ.
ისრაელის ტერიტორიაზე, ამის მზაობას გამოთქვამს ისრაელის მხარე და გარდა იმისა, რომ გადაიტანოს, თავაზობენ, რომ ახალი ბაზებიც შეგიძლიათ ააშენოთ და ჩვენ ამისთვის ღია ვართო. საინტერესო ნიუსია, ნახოთ რამდენად მოყვება ამას თავად შტატების მხრიდან გამოხმაურება, ცხადია, რომ მათი პარტნიორობა სამხედრო კუთხით არის უმაღლეს დონეზე. შემდეგი ნიუსი ეხება უკვე ჰუსიტებს და წითელ ზღვას. როგორც ჩანს, პირველ ეტაპზე უფრო აქტიურად ჰეზბოლა გამოიყენა ირანის რეჟიმმა მისი პროქსებიდან. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მათ შორის ირანში ბაზირებულ მათ მხარდამჭერ სამხედრო ჯგუფებს ააქტიურებს და გადაყავს ირანის ტერიტორიაზე ქუჩის პროცესების დასალაგებლად და პარალელურად წითელი ზღვის მიმართულებით მუქარების გამკაცრებისთვის აი ამ ეტაპზე გააქტიურდნენ ჰუსიტები, რომლებმაც უკვე გაუშვეს გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ისრაელის მიმართულებით და თავის მხრივ იმუქრებიან ასევე, რომ დარტყმებს განაგრძობენ ტანკერებზე, კომერციულ გემებზე, რომლებიც გადაადგილდება წითელ ზღვაში. მოკლედ ესაც ერთი კიდევ თავის ტკივილი, თუმცა თავის მხრივ სკოტ ბესენტმა ამ ინტერვიუში, სადაც ის საუბრობდა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე და ზოგადად რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, ეს არის ხაზინის მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების ჰუსიტებზე თქვა, რომ მათი მუქარები არავის აღელვებს, მეტწილად მან ყურადღება დაუთმო სკოტ ბესენტმა ჰორმუზის სრუტეში არსებულ სიტუაციას და გვარწმუნებს ამერიკის ხაზინის მდივანი, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილები უკვე შეინიშნება და იქ გარკვეული რაოდენობით გემების გატარება უკვე ხდება. ნახოთ ეს განცხადება. Is well supplied, and we are seeing more and more ships go through on a daily basis as individual countries cut deals with the Iranian regime for the time being. But over time, the U.S. is going to retake control of the straits, and there will be freedom of navigation, whether it is through U.S. escorts or a multinational escort. Is well supplied, and we are seeing მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, გარდა იმისა, რომ თავში თქვა, რომ ბევრი გემი, უფრო მეტი გემი გადის ახლა ჰორმუზის სრუტეში და გარკვეულწილად თავად ეს ქვეყნებიც ინდივიდუალურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ამ მიზნით ირანის არსებულ რეჟიმთან. შემდეგ მეორე ნაწილში უკვე მნიშვნელოვანი განცხადება სკოტ ბესენტის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, რომ თან აქ საინტერესოა, მან ახსენა retake ასეთი ფორმულირება ქონდა, ანუ კონტროლის აღდგენას თითქოს მანამდე ისინი აკონტროლებდნენ, ანუ კონტროლის აღდგენაზე საუბრობს მთლიანად ჰორმუზის სრუტეზე, რომლის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს შემდგომში უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შესაბამისად იქ ტვირთების უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლოა მის პარტნიორებთან ერთადაც. აქ უკვე გვაქვს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშებზე, თუმცა არ უნდა გამოხრჩეს ისეც, რომ ჯერ კიდევ დარჩენილი რესურსებით ისრაელს უტევს და არა მხოლოდ ისრაელს, ყურის ქვეყნებსაც ნაწილობრივ, თუმცა მნიშვნელოვნად დაეცა ეს ტენდენცია კლებისკენ არის გასროლილი ბალისტიკური რაკეტებისა თუ კამიკაძე დრონების რაოდენობა ყოველდღიურ მაჩვენებელში შემცირებული არის. ბოლო 24 საათის განმავლობაში მაგალითად საუდის არაბეთის და ემირატების მიმართ ჯამში 30 დრონი იყო გასროლილი და სადღაც 15-მდე ბალისტიკური რაკეტა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო პერიოდში უკვე მუდმივად ისრაელის მისამართით ხდება კასეტურ ქობინიანი ბალისტიკური რაკეტების გაშვება, რაც დამატებით რისკებს შეიცავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ინფრასტრუქტურისთვის, რადგან ეს კასეტური ქობინები ჰაერში სკდება, განცალკევება ხდება მათი და დაახლოებით 5-7 კილომეტრის რადიუსზე ეშვება ეს პატარ-პატარა აალებული ელემენტები, ეს საბრძოლო მასალა და იწვევს ნგრევას, იწვევს ხანძარს და საშიში არის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. იყო ასეთი შემთხვევებიც, როდესაც აი ასეთი კასეტურ-ქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების დროს დაფიქსირდა მსხვერპლიც ისრაელის ტერიტორიაზე და სულ 2 საათის წინ ვკითხულობდი ისრაელის ახალი ამბები ისრაელიდან არის ასეთი სააგენტო, რომელსაც აქვს Telegram არხიც, შეგიძლიათ მოწებნოთ Telegram-ზე, იქ დაიწერა, რომ ვარდნა დაფიქსირდა, მათ შორის ბოლო სარაკეტო იერიშის დროს ცენტრალური ისრაელის ტერიტორიაზე. ეს კი კონკრეტულად ეს კადრი ასახავს გასულ ღამეს ერთ-ერთ სარაკეტო იერიშს, სწორედ კასეტური ელემენტები ჩანს ამ კადრში.
გავაგრძელოთ ბოლოსკენ მივდივარ, პრინციპში ბოლო თემა, რომელიც დღეისთვის მინდოდა თქვენთვის მომეყოლა, ეხება ისრაელისა და უკრაინის ურთიერთობებს. საინტერესოა ბოლო პერიოდში უკრაინის როლი, მოგიხსენებათ, რომ უკვე რამდენიმე კვირა უკრაინელი სპეციალისტები ჩასული არიან ყურის ქვეყნებში, არაერთ ქვეყანაში, ისინი ასრულებენ მისიას, ძირითადად ეს მოიცავს ექსპერტულ ცოდნის გაზიარებას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ირანული შაჰიდების წინააღმდეგ, რაც უკრაინას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და ეფექტური გამოცდილება, მათ აქვთ საკუთარი შესაძლებლობებიც, გადამჭერი დრონები, მთელი უსაფრთხოების სისტემები შექმნილი ამგვარი საფრთხის წინააღმდეგ. ახლა ისინი გამოცდილებას უზიარებენ პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, იორდანიას, ბაჰრეინს, ყატარს და სხვებს და ამასობაში ამ ქვეყნებში შედგა ტურნე ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტის, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ტურნემ ჩაიარა ზელენსკის ისრაელში ვიზიტის გარშემო. შესაბამისად მედიას ეს ყურადღების მიღმა არ დარჩენია, ამ საკითხზე იყო ინტერვიუც. ეს არის ზელენსკის ინტერვიუ ისრაელის მე-12 არხთან. წამყვანი კითხვას უსვამს სწორედ ტურნეს შესახებ და ისრაელთან ურთიერთობის შესახებ ზელენსკის. საინტერესო პასუხი აქვს. მოვისმინოთ ჯერ და შემდეგ თარგმნი. I really don't know about it, but my feeling is that Prime Minister always wants to balance between Russia and Ukraine. And even when Russia is helping Iran, I feel that Prime Minister still is balancing. But he's the Prime Minister of his country. He has to decide what to do. Yeah, but if he's watching now, what is your message to him? We have what he needs. He has what we need. What we need, it's true. He knows about it very well. We gave several signals to Israel from the beginning of this war. We had big deficit with some things. We need them. We still need them. It's such instruments, never enough. But we have some things which Israel doesn't have. We're ready for this dialogue. კაი, ბოლოს ეს თქვა, რომ ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. ორი ნაწილი იყო აქ მნიშვნელოვანი. პირველ ნაწილში უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე საუბრისას ზელენსკი ასეთ რამეს ამბობს, რომ ისრაელი ცდილობს მუდმივად, რომ ბალანსი არ დაარღვიოს რუსეთთან ურთიერთობებში, რუსეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში. ხანდახან იმის გათვალისწინებითაც კი, რომ თავის მხრივ რუსეთი ეხმარება ირანს, რომელთანაც კონფლიქტშია ახლა ისრაელი. ამაზე ხაზი გაუსვა ზელენსკიმ და ეს მნიშვნელოვანი დეტალი იყო. შემდეგ უკვე კითხვაზე თუ რა შეიძლება, როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომი თანამშრომლობა და დიალოგი, ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც ისრაელს ჭირდება და ისრაელს აქვს ის, რაც ჩვენ გვჭირდება. და ამის შესახებ ნეთანიაჰუმ გადასარევად იცის, ჩვენ არაერთხელ გავუგზავნეთ ამის შესახებ სიგნალი. დიდი ალბათობით ზელენსკი უკრაინის შესაძლებლობებში, რაც ისრაელს შეიძლება ჭირდებოდეს, გულისხმობს სწორედ ახალ სისტემებს გადამჭერ დრონებს შაჰიდების წინააღმდეგ და რაკეტების წინააღმდეგ და თავის მხრივ, რაც ისრაელისგან ჭირდება უკრაინას, გულისხმობს დიდი ალბათობით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაზეც იყო საუბარი დიდი ხნის განმავლობაში, რომ შეიძლება მიეწოდებინა ისრაელს, მაგრამ მათ საბოლოოდ თავი შეიკავეს. ეს ბოლოდროინდელი ესეთი დიპლომატიური დაძაბულობა, მათ შორის ამ ტურნეში ისრაელის არ ჩასმა და ზელენსკის არ ჩასვლა, ისრაელში უკავშირდება სწორედ ამას, რომ აი ეს ბალანსი, რომელსაც იცავს კვლავ ნეთანიაჰუ და ერიდება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. ახლა ხო, ეს სიტუაცია იცვლება. კარგია ის, რომ უკრაინის როლს ხაზი გაესვა. ამას ცალსახად ხედავენ და აღიარებენ და ითხოვენ მხარდაჭერას ქვეყნები, რომელებიც ჩამოთვალე, ემირატები, საუდის არაბეთი, ყატარი, სხვები და კიდევ ერთხელ ღია შეთავაზებას უკეთებს ამ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტი, რომ იქნებ განახლდეს საუბარი ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ.
ხო, ეს იყო ბოლო ინფორმაცია პრინციპში, რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ამ დროისთვის. თავში რაც ვახსენე, ეს არის ახლა მთავარი ინტრიგა და მთავარი კითხვის ნიშანი, დაიწყებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ირანის ტერიტორიაზე, ან თუ დაიწყებს რა ფორმით, რა ვადებით და რა კონკრეტული მიზნებით. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, დატოვეთ მოსაზრებები კომენტარებში, რაც ფიქრობთ მიმდინარე პროცესზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მაშინ ჩაერთეთ დონაციაში, არხის აღწერაშიც და ამ ვიდეოს აღწერაშიც არის შესაბამისი მონაცემები დატანილი. მადლობა ნახვამდის, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.